რახანია სასახლე არ დაგიტოვებიათ. იმედია ფეხით სიარული მოგიხდებათ. დილამშვიდობის კუდრეთ აღა. დილამშვიდობის იაკუბ ეფენდი. თუ არ შეწუხდები, ყავა მომიტანე. ჩემს შვილიშვილს კი რძე მოართვი. ახლავე. დილამშვიდობის ეფენდი. დილამშვიდობის. ორი ყავა ჩვენც მოგვიტანე. ახლავე. ალაჰმა გაგიზარდოთ ეფენდი. ამინ. გმადლობ. შვილი კარგია, მაგრამ შვილიშვილს ვერ შეეტრება. თაფლივით ტკბილია. კარგი ბიჭია, რა ჰქვია? მუსტაფა. განსვენებული უფლისწული ძალიან გვიყვარდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად დავარქვით. იმედია მასავით მამაცი გაიზრდება. დასანანია რაც უფლისწულს შეემთხვა. ყველაფერი იმ რუსი ჯადოქრის, ჰიურემ სულთნის ბრალია. ცილი დასწამა და მბრძანებელს ცოდვა ჩაადენინა. უფლისწული მამას არ უღალატებდა. რაც არიცით იმაზე ნულაპარაკობთ. ჭორებს ნუახყვებით. სამართლიანობით ცნობილი სულთან სულეიმანი საკუთარ შვილს ტყუილად დასჯიდა? ალბათ მიზეზი ჰქონდა. შეგერგოთ. თუ ინებებთ, რძიან ყავასაც მოგართმევთ. ჩემი მოგონილია. ყავას მძაფრ გემოს უკარგავს. უკეთესი დასალებია. არ გვინდა მხოლოდ წყალი მოგვიტანე. როგორც ინებებთ. ამის დალევას კი ძალიან მივეჩვიეთ, მაგრამ ვინ იცის, შეიძლება? ცოდვას არ ჩავდიოდეთ. რა ცოდვა ეფენდი, ეს ყავაა, ყავა. გონებას ანათებს, ამახვილებს. მეტი რა გინდა? მოიცადე იაკუბ ეფენდი. არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანს ძილს უფრთხობს. ისე გავცელდა, ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ვინც სვამს, დილამდე სანთლები უნთია. ვერ მიხვდები, როდის თენდება. ღამე ეშმაკისაო, ნათქვამია. თუ ასია მთელი დღე აქ რატომ ზიხარ? რაღაცას ნუ იგონებთ. ჭკვიან კაცს გავხარ ეფენდი. რა სიტყვი? ავისმა შეიძლება? გემო კარგი აქვს. გონებასაც ამახვილებს. მაგრამ აჯობებს შეიჰულ ისლამ ებოსუდ ეფენდის ვკითხოთ. ყველაფერი იცის. არ გინდა ეფენდი. მაგის ნდობა არ შეიძლება. რას ამბობ? ვინმე არ გაიგოს. რამე უბედურებას არ გადამყაროთ. ებოსუდ ეფენდის რატომ არ ენდობი? მის ცოდნასა და განათლებაში ეჭვი გეპარება? არა, ცოდნა ნამდვილად აქვს. მაგრამ ამბობენ, ჰიურემ სულთანსა და რუსტემ ფაშას დაუჯერა და უდანაშაულო უფლისწული მოსაკლავად გაიმეტაო. რა იცი, რომ უფლისწული მუსტაფა უდანაშაულო იყო? დაუმორჩილებლობა რომ არ გამოეცხადებინა, მბრძანებელი ასე სასტიკად დასჯიდა, უფლისწული 38 წლის იყო ეფენდი. არც დაუმორჩილებლობა გამოუცხადებია. არც მინახავს და არც გამიგია. უფლისწული ასეთი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს დაელოდებოდა, მით უმეტეს იანიჩრებიც მხარს უჭერდნენ.